სოფელ ჩანჩხალოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღესაც არ განახლდა. სკოლის ეზოში ადგილობრივებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ სანამ გეოლოგიური სამსახურიდან რეალურ დასკვნას და უსაფრთხოების გარანტიას არ მიიღებენ, სასწავლო პროცესი არ დაიწყება. მოსახლეობას დღეს აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე შეხვდა. სულიკო თებიძემ ადგილობრივებს სასწავლო პროცესის განახლებისკენ მოუწოდა და სკოლისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფა შესთავაზა, თუმცა შეთანხმება მაინც ვერ შედგა. მინისტრის მოადგილემ სკოლის შენობას დაათვალიერა. აქციაზე უფლება დამცველი თამაზ ბაგურუძეც იმყოფებოდა. მისი თქმით, მოსახლეობის მოთხოვნა სამართლიანად და გამოსავალი სოფლიდან 200-მდე ოჯახის უსაფრთხო ადგილას განსახლება. მხარებს მოლაპარაკებისთვის 3 დღე მიეცათ, მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტება განახდება თუ არა სასწავლო პროცესი ჩანჩხალოში. ხალხის აზრი არის ის, რომ სწავლა არ განახლდება და არავითარ შემთხვევაში არ დაიწყება, იმიტომ რომ ჩვენი შვილები არიან და სოფელი უკვე არის ავარიულ მდგომარეობაში. არის ერთადერთი ვარიანტი, რასაც ხალხი მოითხოვს, ეს არის განსახლება. Ხლიან სოფელს უჭირს. მარტო სკოლა არ არის ეს პრობლემა. ჩვენ ვერ გვძინავს სახლებში. წუხელი აფეთქება არ იყო მაგალითად, მაგრამ არ მიძინია, რომ ამ საათზე იქნება აფეთქება და ეს სახლი ჩამოინგრევა. ნებისმიერ წუთს შეიძლება აქ მოხდეს ტრაგედია. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან მთავრობამ კეთილი ინებოს, ხელისუფლებამ ამოვიდეს, მობრძანდეს და ამ ხალხს უნდა შეპირდეს ერთი რამ. თქვენ მალე აქედან მოხდება თქვენი გასახლება. მეტი გამოსავალი აქ არ არსებობს. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას შევთავაზეთ რამოდენიმე ალტერნატიული ვარიანტი. კერძოდ ტრანსპორტის მომსახურება და გადაყვანა დაბის საჯარო სკოლაში. მეორე, როგორც ჩვენთვის ცნობილია, დასკვნის დადებამდე აფეთქებები შეჩერებულია და სწავლის გაგრძელება აღნიშნულ სკოლაში. ან მესამე წინადადება მათ თვითონ გამონახულ ალტერნატიული ფართი ჩვენ დახმარებით და ფინანსურ უზრუნველყოფას გავუკეთებთ ჩვენ.